საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა. ვილაპარაკოთ საქართველოში ყველაზე ძვირად კრებულ პენისსა და ეს ხო არ არის შეურაცხყოფა. სამმართველოს ფუნქცია სოციალურ ქსელსა თუ მედიაში საჯაროდ გავრცელებული შეურაცხყოფელი ადამიანის ღირსების შემლახველი სიძულვის ენის შემცველი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა. პენისი სამედიცინო არა, ჩვენ დაივიწყეთ პენისი. მიშა სააკაშვილზე და დამაჯარიმო და მზეძალთა ბრძოლის მეორე მხარეს არის ნიკა მელი. ხო, მზეძალთა დაპირისპირება არის ეუფემიზმი და ამაზე ვერავინ ვერ დააჯარიმებს. აბრევიატურა გავაკეთებ და პენისი აბრევიატურა შეგვიძლია მზე ჩავანაცვლოთ ხძდ. ეს არის ხძდ. მიშას რო პენისი უწოდე დაუშვათ ამაზე დამაჯარიმო. არ გვინდა მაგას საუბრით, ნახეთ. აღნიშნული სამმართველო გამოავლენ სავარაუდო სამართალდარღვევას, გამოავლენ სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენ პირს, მოახდენს მის იდენტიფიცირებას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით აღნიშნული მასალების საერთო სასამართლოებში გადაგზავნას. მიჭირავს ბიდონი ნავთი და სადაც გუზგუზებს. ცეცხლი და მინდა დავასხა, დავწვა ორივე ბანაკი დავწვა ნავთში. ესეც რა თქმა უნდა ეფემიზმი. შესაძლოა იფიქროთ, რომ თუ ქართული ოცნების წევრებისადმი თქვენს კრიტიკულ გამონათქვამს დაამატებთ, რომ ეფემიზმია მამუკას სკროლვის სააგენტო არ დაგსჯით. მაგრამ ცხადია ასე არ არის. ეს მხოლოდ ოცნების პროპაგანდისტების შემთხვევაში ჭრის. მოკლედ როგორც გვაუწყეს, სკროლვის სააგენტო ამუშავდა, რომელიც სიძულვილის ენასა და საზოგადოებაში პოლარიზაციას ებრძვის. თუმცა ქოცვის პროპაგანდა ჩვეულ სტილში აგრძელებს ზიზღის ფრქვევას, გაღვივებას და სიძულვილის ენის დამკვიდრებას. ისეთი ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს, მის პატივსა და ღირსებას ეხება ძალიან ცუდად, ამისი პრევენციისათვის შემუშავდა ჩვენს მიერ ახალი მიდგომა და ამისი პრევენციის უზრუნველყოფის საშუალება გახლავთ ამ შემთხვევაში ახალი სამმართველო, რომელიც რა თქმა უნდა ერთ დღეში და ერთ თვეში ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ იქნება პირველი ქმედითი რეალური ნაბიჯი იმისათვის, რომ ეს გახლეჩვა, ეს სიძულვილის ენა ბოროტებამდე მისული შეურაცხყოფა ერთმანეთის იქნას აღმოფხრილი. როგორც ჩანს, პოლარიზაცია ცალმხრივად უნდა შემცირდეს. თამთა შეამცირებს მის 10 თანამშრომელთან ერთად. თამთან პოლარიზაციის შემცირებაზე ზრუნვა ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, როცა სოციალურ ქსელში მის შესახებ დაწერილი კომენტარის გამო ავტორს უჩივლა და ოცნებას დაქვემდებარებულმა სასამართლომ კომენტარის ავტორი დააჯარიმა. ამ დღეებშიც ბევრი დაიწერა თამთაზე. იმდენი სკროლვას 10 კაცი ნამდვილად არ ეყოფოდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც სპეციალური სტრუქტურა შეიქმნა ქვეყანაში, რომელიც ცენზურას განახორციელებს. ან მანამდე რაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა, მსგავსი სტრუქტურა საქართველოს არ ქონია. ადრე საბჭოთა პერიოდში იყო რაღაც ესე იგი ყველგანიჯდა ცენზორი და დამოუკიდებლობის პერიოდში პირველი შემთხვევა დამოუკიდებლობის 35 წლის თავზე, თითქოს რომ ალბათ უფრო უნდა მომწიფებული ქვეყანა ვიყოთ და უკვე რაღაცნაირად გამოსული რაღაც ახალგაზრდობის ასაკიდან და უკვე უნდა შევდიოდეთ უფრო ზრდასრულობაში, აი ამ დროს ჩამოაყალიბეს ცენზურის სპეციალური სტრუქტურა. ცენზურა სინამდვილეში ამ სამმართველოს შექმნამდეც უკვე ამუშავებული იყო და ადამიანებს პოსტებისა და კომენტარების გამო აჯარიმებდნენ, მათ შორის ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს თუ უბრალოდ აქტივისტებს. თუმცა ახლა უკვე ყველა მიცის, რომ კონკრეტული 10 ადამიანი თამთას ხელმძღვანელობით მათ ყველა პოსტსა თუ კომენტარს აკვირდება. საწყის ეტაპზე სამმართველოს თანამშრომელთა რაოდენობა განისაზღვრა 10 საშტატო ერთეული. მე მართლა მგონია, რომ ოცნებით უკმაყოფილო და მათ მაგინებელ ადამიანებს 10 ადამიანი ნამდვილად ვერ გაუმკლავდება, ვერც 10,000 გაუმკლავდება. თუმცა ქოც გონია, რომ საწყის ეტაპზე ადამიანების დასაშინებლად უბრალოდ საჩვენებელი მაგალითებით საკმარისი იქნება. მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ამაში ამ სააგენტოს 10 თანამშრომელს ფულს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვუხდით. ანუ ჩვენ თავად ვიხდით ფულს იმაში, რომ კონკრეტულმა მოხელეებმა ჩვენი სოციალური ქსელების სკროლონ და საჭიროებისამებრ დაგვაჯარიმონ, ან ზოგ შემთხვევაში დაგვიჭირონ კიდეც ადმინისტრაციული წესით.
მამუკას კი სასაცილოდ არ ყოფნის ხოლმე, მაგრამ ნეტა ჩელიაბინსკში თუ იჭერენ სტუდენტებს პირდაპირ უნივერსიტეტის ეზოებში წინა დღეს ტროტუარზე დგომის გამო. მე მგონია რომ ჩვენი შემთხვევა განსხვავდება რუსეთისგანაც კი. მე მგონია რომ ქართულმა ოცნებამ ისეთი რეპრესიული კანონები მიიღო, როგორი კანონებიც მე მგონი რუსეთშიც არ არის. ანუ აკეთებენ იმის დახვეწილ კოპირებას, რაც უკვე გააკეთა რუსეთმა ან გააკეთებს თქვა სხვა დიქტატორულმა რეჟიმებმა. ძალიან ბევრი რამის კოპირება ხდება პირდაპირ საბჭოთა კავშირიდანაც, ოღონდ ბევრად უფრო დახვეწილი გზებით და ამ ყველაფერს თან ფუთავენ ამ რაღაც დემოკრატიის თუ დემოკრატიულ რაღაც სამოსელში. ხო, ხა რუსეთში ტროტუარის გამო ადამიანებს ჯერ ციხეში არ უშვებენ, ხო, ტროტუარზე დგომის გამო, ხო? ახლა ჩვენ უკვე რამდენი შემთხვევა გვაქვს, რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანები ციხეში არიან, ხო? ამ ნაწილშიც მე მგონია რომ აქაც გადაასწრეს, ფიქრობ რუსეთს. იგივე ვთქვათ, ინტერნეტის აკრძალვა რუსეთში როგორ ჩანს მაინც უკავშირდებოდა იმ შიშებს, რომელიც აქვს პუტინს, რომ რაღაც დრონები ჩეტევა არ ყოფილიყო და დაახშეს ინტერნეტი ზუსტად აი ამ შიშებიდან გამომდინარე და ჩვენ შემთხვევაში აქ ინტერნეტს კი არ უპირისპირდებიან. ინტერნეტში თუ განათავსე რამე კრიტიკული ქართული ოცნების მიმართ, ეს ხდება უკვე დასჯადი. ამიტომ მე მგონია რომ ქართული ოცნების შემთხვევაში ბევრად უფრო რეპრესიულ რეჟიმთან გვაქვს საქმე ვიდრე რუსეთის შემთხვევაში. სკროლვის სააგენტომ თუ არ გაამართლა, აგერ რუსეთისგან კიდევ ერთი იდეის გადმოღება შეუძლიათ ქოცებს. რუსეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც შესაძლებელი გახდა მათ შორის ემიგრანტების ქონების კონფისკაცია, თუ კრემლი ჩათვლის, რომ მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები რუსეთს აკნინებს. ჩვენთან ნახევარ ქვეყანას ხომ ისედაც ყადაღა ადევს ანგარიშებზე აქციებზე დგომისთვის გამოწერილი ჯარიმების გამო და ესეც იყოს იდეად. რეპრესიებსა და ძალადობაში მართლაც არ ჰყავს ბადალი რეჟიმს. აქციებზე ხომ დაასისხლიანეს მოქალაქეები, თუ რეჟიმის სპეცრაზმელებმა და თუ მათმა დაქირავებულმა ტიტუშკებმა. დაჭერილ და დაკავებულ ხალხს ხომ ურტყეს სპეციალურად მოწყობილ სამარშრუტო ტაქსებში. თუმცა პოლიციელების მხრიდან ამ ძალადობის ამსახველი კადრები არ არსებობს და დაზარალებულების მონაყოლი ბევრს ვერაფერს ცვლის პროპაგანდით თვინგამორიცხილი მოქალაქეებისთვის. თუმცა ახლა გაირკვა, რომ თურმე რეჟიმის პოლიცია ჯგუფურად პირდაპირ ქუჩაშიც ურტყამს ხალხს. რომარა ფორმულა ჟურნალისტის მიერ გადაღებული ეს კადრები ნაცემი ადამიანები ახლა ციხეში იქნებოდნენ და მოძალადე პოლიციელები გარეთ. თუმცა რეჟიმმა იმდენი მოახერხა, რომ დაზარალებულიც და მისი ოჯახიც კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს მოუწოდებენ მათ საქმეში არ ჩაერიონ. ასეთია ჩაგვრელი რუსული რეჟიმი, რომელიც დაზარალებული და დაჩაგრული ადამიანის, კიდევ უფრო მეტად დაჩაგვრას და დაბეჭავებას ცდილობს საკუთარი უკვე დაკარგული სახის გადასარჩენად. რაც შტატებს უნდა და რაც მამას უნდა, ამას გაიგებთ თქვენ მოგვიანებით. როგორც ჩანს, რეჟიმმა სახის შენარჩუნება ვერც ამერიკის ახალი ადმინისტრაციის თვალში შეძლო. აქამდე თუ ყველაფერი ბაიდენის ადმინისტრაციას ბრალდებოდა და ოცნების პროპაგანდის მიხედვით Deep State თუ ტრამპი და ქოცები ორივე ებრძოდნენ, ახალი ადმინისტრაციიდან შემოუთვალეს ჩვენთან პარტნიორობა თუ გინდათ ტრაექტორია გაასწორეთო. აქედან კი ენა მოსწრებულად უპასუხეს. ასევე რაც უსამართლობას გაუფუჭებია, ის სამართლიანობა უნდა რაც უსამართლობას დაუნგრევია, ის სამართლიანობა უნდა ააშენოს. ეს არის ალბათ ის რა მოლოდინი, რაც ჩვენ ევროპისაგან სრულად იზოლირებული ქოცი რომ ამერიკასთანაც ვეღარაფერს ააშენებს, აწი უკვე ცხადია. მტერმოყვარეს ისედაც დიდი ხანია ვეღარ არჩევენ და თან ორ ფეხზეც ხომ უნდა იდგნენ. ევროპა თუ კაცების გათხოვებას გთხოვს და არ ვასრულებთ, ამერიკის მიერ მოთხოვნილი ტრაექტორია რატომ უნდა გავასწოროთ? ერთი თუ დავეთანხმეთ, მერე ეგენიც მოითხოვენ ჩვენი კაცების გათხოვებას. თან Deep State ხომ ყველას მოერია და ყველა თავის ჭკუაზე დაჰყავს ქოცების გარდა. კიდევ ერთი წარმატებული კონდაზორითი საქმიანობის შესახებ მინდა მოგაწოდოთ.
ინფორმაცია. რეჟიმის კიდევ ერთი ნოუ-ჰაუ დახურული სასამართლოები და სრულად გასაიდუმლოებული საქმეებია. სასამართლოს გადაღება ხომ სრულად აკრძალა ოცნებამ და ახლა კიდევ ახალი მოიფიქრა. თითქმის ყველა ბოლო გახმაურებულ საქმეზე გრიფი დაადო და ყველა ადვოკატს გაუთქმელობაზე მოაწერინა ხელი. ზოგჯერ შეიძლება ისიც კი ვერ გაიგო, საერთოდ რაზეა ადამიანი დაჭერილი, რა მტკიცებულება არსებობს მის წინააღმდეგ და რის საფუძველზე უმტკიცებენ ბრალს, მაგას ხომ ვერ გაიგებ და ვერ გაიგებ. შეიძლება ასეთი შემთხვევები გვახსენდებოდეს საბჭოთა კავშირში, შეიძლება გვახსენდებოდეს აი ჩრდილოეთ კორეის შემთხვევაში კიდე ყველაფერი კარგად არის, იმიტომ რომ იმდენად ჩაკეტილი ქვეყანაა, რომ ინფორმაცია სრულად არ გამოდის. აი რაღაცებს, რასაც ვიგებთ ხოლმე, აი ვიღაცეები უეცრად არიან გამქრალი, ხო? ეხლა ჩვენ შემთხვევაშიც იგივესთან გვაქვს, ხო, საქმე გარედან თუ შევხედავთ, ვიღაც ადამიანები გარედან რო შევხედოთ, ხო? ვიღაც ადამიანები ქვეყანაში ქრებიან, ისე რომ ჩვენ ვერაფერს ვიგებთ ამ ადამიანებთან დაკავშირებით, საწავიდნენ ეს ადამიანები. აი გარედან თუ შევხედავთ, ასეთ საქმეებთან გვაქვს სინამდვილეში საქმე. არის ეს მგონია რომ არის ძალიან სახიფათო პრაქტიკა და მე ეჭვი მაქვს რომ ამ პრაქტიკის ფართოდ გამოყენებას აპირებს ქართული ოცნება. აი ბოლო საქმეებთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ვიგებ, თვითონ თუ რამეს იწვრიან, თორემ ჟურნალისტს ინფორმაციასთან წვდომა არ აქვს, ოჯახის წევრებს დაპატიმრებულთან შეხება არ აქვს და ადვოკატს კიდევ ისეთ რამეზე აწერინებენ ხელს, რომ ერთი სიტყვაც რო ზედმეტი თქვას, იმ ადვოკატსაც მიუსვავენ დაპატიმრებულს გვერდით. აი ისეთი სამყარო, ისეთი ქვეყანა იქნება, რომელიც მხატვრულ ლიტერატურაში არის აღწერილი აი სხვადასხვა დისტოპიების სახით. ორველი იქნება ეს თუ თქვა სხვა ავტორები, თუ არ ვიცი ბრედბერი, თუ კინოებშიც გვინახავს ასეთი ტიპის დისტოპია, აი სადღაც ამისკენ მიაქანებენ ქვეყანას. ჩვენებურ დისტოპიაში ჯერ ფიქრი აკრძალული არ არის. აზრი კი, თუ ამ აზრებს თქვენთვის შეინახავთ და მხოლოდ ფიქრში გაახმოვანებთ, შესაძლოა რეჟიმმა ამ ეტაპზე დაგინდოთ კიდეც. მოკლედ სახლში რაც გინდათ ისაკეთეთ. თავარია ოლიგარქს და მის მარიონეტებს ფეხებში არ მოედოთ და არ შეაწუხოთ. თუმცა ვინ იცის, კიდევ რას მოიფიქრებს უახლოეს მომავალში. ძალიან მშვიდადაც ნუიქნებით, რადგან ცოტა ხნის წინ ტროტუარზე დგომაც ნებადართული იყო. თუ გზას არ გადაკეტავდით და შესაძლოა სულ ახლოს იყოს ის დრო, როცა სახლშიც ვეღარ გააკეთებთ იმას, რაც გინდათ. იფიქრე, კოცო. იფიქრე.